როგორ გავიყვალეთ გზა ასეთი სერიოზული ორგანიზაციისკენ საქართველოს ექიმის ყოველგვარი შეცდომა არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ რაიმე ტიპის სამართლებრივი პასუხობის საფუძველი. იმიტომ რომ რატომღაც იცით ესია გაგებული რომ ყოველთვის რაღაცა მიმართულია ასე ვთქვათ გარკვეული წარმოება ექიმისკენ იმის ინტერესების დაზიანებს. ცალსახად ყოველგვარი შეცდომა არ იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობ როგორც სამოქალაქო წესს, ასევე სისხლის სამართლებრივი წესით. გაიდლაინების მიყოლა ამ მოცემულ მომენტში, კონკრეტულ მომენტში არ არის საკმარისი. ექიმმა შეიძლება დაუშვას კიდევ სხვა დამატებითი სამკურნალო მეთოდი და საშუალება. ეს არის დარღვევა? სამედიცინო პერსონალის, ასე ვთქვათ, დარღვევის ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მის გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემა, რომ ვერ მოხდა ხელი ამ პირების დასჯა. ექსპერტები წერენ სისხლის სამართლის საქმეებზე დასკვნებში, რომ აი ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა მაგალითად 60%-ით გადარჩენის შანსი. რაცა რომ ვიღაცის ნათლია და ნათლულია, ძირითადად კურსელი და ასე შემდეგ. გინდა 90-იანი წლების სტუდენტი იყავი და გინდა 21 საუკუნის ყველაზე კარგად აღჭურვილ კლინიკაში გადიოდე, თუ არ ხარ ექიმი, არ ხარ ექიმი. ხევსურეთში საერთოდ განათლება არ ქონდა, თავის ქალის ტრეპანაციას აკეთებდნენ და მოტეხილობებში გენიალური ის ჰქონდათ შედეგები და ჭრილობების მოვლაში. გარდაცვლილად არ აცხადებენ მანამ სანამ არ მოიწურება ბოლომდე ის სადაზღვეო ლიმიტი. თუ ექიმი შემოჭრილია ისე გაიდლაინებით რა უნდა ქნას? რა საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს დღეს აი ამ ურთიერთობებს? საშუალება იქნებოდა ის მხარს დაუჭერდა ამას მიუხედავად მთელი ცხოვრება ებრძოდა ევთანაზიას. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო, ჩვენი მორიგი ეპიზოდით და სტუდიიდან ლისი პოდკასტი კომფორტული გარემოდან და ძალიან კარგი განწყობით, იმიტომ რომ ჩვენი ნამუშევარი კარგ შედეგებს დებს, როგორც გვეუბნებიან, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ამისთვის პირველ რიგში თქვენი მადლობლები ვართ და ყოველთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი და დავიღლები ამის გამეორებით, რომ ჩვენ თქვენს ერთგულებას ერთგულებით გვინდა ვუპასუხოთ და არასოდეს მიგატოვოთ. ასევე ჩვენი დაპირება არის, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები ყოველთვის იქნებიან საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღე არის. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი იოსებ გაბარაევი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, ჩვენი კოლეგა, გახლავთ სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ბოლო რაც ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო რამ მითხარით თქვენ პიროვნების წარსადგენად და პირდაპირ მოდი აქედანვე დავიწყოთ. როგორ გავიყვალეთ გზა ასეთი სერიოზული ორგანიზაციისკენ საქართველოს? თქვენ პირადად ხართ ამ ასოციაციის წევრი თუ რაიმე ორგანიზაცია არსებობს საქართველოში და ეს გახდა ამ ასოციაციის წევრი? რას ნიშნავს ეს ასოციაცია? რა მიზნებს ემსახურება და რა ურთიერთობაში ვართ, რა ეტაპზე ვართ ამ ურთიერთობაში? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია ეს თემა დღესდღეობით და ვიდრე უშუალოდ ორგანიზაციის გარშემო ვისაუბრებდე, ნენელა შემოდის ჩვენ ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში სამედიცინო სამართლის ცოდნის საჭიროება რიგით მოქალაქეებში, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროგრესის ფონზე და ამდენად ვფიქრობ, რომ დროულია ასე ვთქვათ დაინტერესება და კიდევ ერთხელ თქვენი საშუალებით თქვენი მაყურებლებისთვის ამ თემაზე საუბარი. რაც შეეხება ორგანიზაციას, გასულ წელს მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა გულისხმობ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის გახდით კონფერენციაზე, ერთ-ერთი რიგითი ყოველწლიური კონფერენცია ჰქონდა სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციას, სადაც ჩვენ ჰქონდა პირადად მოხსენიებები
მე მქონდა ჩემი მოხსენება, სადაც ძირთადად საუბარი მქონდა როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად გამიჯვნა, ანუ რა დროს აკებს ექიმი, ანუ სამედიცინო პერსონალი პასუხს სამოქალაქო სამართლის წესით და რა დროს შეიძლება დადგეს მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პირიქით შეიძლება არ დადგეს საერთოდ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ყოველგვარი შეცდომა არ არის და არ შეიძლება იყოს ექიმის ყოველგვარი შეცდომა, არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, რაიმე ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. შესაბამისად, ასევე ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხალბატონი პროფესორი ხალბატონი ნინო ლიპარტია, მასაც ჰქონდა ასე ვთქვათ წარდგენილი მოხსენება, კი ბატონო, ძირთადად ეს იყო, ასე ვთქვათ, ინფორმირებული თანხმობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს ამ ხელოვნური ინტელექტის პირობებში ძალიან აქტუალური ხდება ეს თემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით პირველი საქართველოსთან წარმომადგენლები, თვითონ ამ ორგანიზაციის ოფისი არის ავსტრიაშია დაფუძნებული რეალურად. იგი წვეს ბუნებრივია. დიახ, მიწვევა ჰქონდა ჩვენი წინ, როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად გამოცხადა კონკურსი, თემატიკა, წარვადგინეთ აბსტრაქტები, მოწონება დაიმსახურა აბსტრაქტებმა, შემდგომ უკვე თემები წარვადგინეთ და ბუნებრივია მოხდა ჩვენი თანდასწრება. შესაბამისად აღნიშნული, ასე ვთქვათ, პრეზენტაციების წარდგენის შემდგომ, ასე ვთქვათ, გამოითქვა ჩვენს მიერ სურვილი, ასევე იქ იყვნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან წარმომადგენლები და ერთობლივად, ასე ვთქვათ, იქვე მოხდა, ასე ვთქვათ, რაღაცა სწრაფ რეჟიმში, ასე ვთქვათ, ამ განაცხადების შევსება წევრობაზე და ბუნებრივია მას შემდგომ რაც ასე ვთქვათ მოხდა ჩვენი მოხსენებების წარდგენა, გამოითქვა სურვილი და მივიღეთ თანხმობა, მოგვივიდა რამდენიმე დღეში პასუხი, რომ გავხდით წევრები საქართველოსთან. მე როგორც ვიცი, მე ვარ ერთი და ხალბატონი ლიპარტია, რომელიც კითხარით. შესაბამისად, ახლა რას გვაძლევს ამ ორგანიზაციის წევრობა? მნიშვნელოვანი კითხვა, ხო? გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ ხარ, ასე ვთქვათ, ვართ მოქმედი წევრები, ხელი მიგვიწვდება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან გამოცემებს რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, იქმნება სამართლებრივად მედიცინის ნაწილში, რაც გარკვეულწილად მოითხოვს რეგულირებას, ხო, ბუნებრივია. მე მაგალითად ახლა როგორც მეცნიერ მუშაკს ძალიან ასე ვთქვათ, მეხმარება თუნდაც ჩემი კვლევების პრიორიტეტების არჩევაში, ასევე ის თემატიკა, ასე ვთქვათ, ის ყოველწლიურად ცალკეული მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი თემატიკა ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, შემდგომ იგივე პრაქტიკულ საქმიანობაში ხშირად გამომიყენებია თუნდაც იგივე რაღაცა გარკვეული რბილი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რბილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შეიძლება თუ არ ხართ პირდაპირ ამ სფეროში, ნაკლებად შეიძლება იყოს ცნობილი მოქალაქისთვის, ხო, მით უმეტეს მოგეხსენება ზოგადად სამედიცინო სამართალი ახალია, ასე ვთქვათ, მით უმეტეს სისხლის სამართალი და ასე ბევრი საუბარს მოითხოვს ამ საკითხებზე, რათა უფრო ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი ის რეგულაციები, იმიტომ რომ რატომღაც იცით ესია გაგებული, რომ ყოველთვის რაღაცა მიმართულია, ასე ვთქვათ, გარკვეული წარმოება ექიმისკენ, მის ინტერესების დაზიანებისკენ, ეს ასე არ არის. რეალურად მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ მედიცინის მუშაკიც, იმიტომ რომ თანამშრომლობ რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან, მქონია, ასე ვთქვათ, როცა ხდება, ასე ვთქვათ, გადმომისამართება უფრო სწორად შესაბამისი შესაბამისად, რომ დამიცავს როგორც პაციენტის ინტერესები, ასევე სამედიცინო პერსონალის ინტერესები. აქ მთავარი არის სწორად გაიმიჯნოს, სად იწყება პირობითად მოგეხსენებათ ახლა ეს სამედიცინო მომსახურების პროცესი არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ერთჯერადი კონტაქტი, ასე ვთქვათ სამედიცინო პერსონალთან, ხო, ეს გადის შესაბამის ეტაპებს, ხო? ამიტომ როცა პრაქტიკაში ჩვენ ვიხედებით, მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, სად დაიწყო კონკრეტული მაგალითად დაცვის ყოფის, ასე ვთქვათ, ან კლიენტის, ან როგორც სამედიცინო პერსონალის
უფლება მოვალეობები და სად დასრულდა და სად გაგრძელდა სხვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოგეხსენებათ საჭიროა მიზეშედეგობრივი კავშირის დადგენა, ხო, როგორც სამოქალაქო სამართლის ნაწილში, ასევე სისხლის სამართლის კუთხით და ეს თუ არ გავმიჩნეთ კარგად, ეხლა ადვოკატის როლიც ამაშია, ხო, ზუსტად იგივე ჩვენების მიცემა, როცა ხდება ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ხო, აქ აუცილებელია რომ სწორად მოხდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შესაძლებელია არც ის გამომძიებელს არ ქონდეს შესაბამისი სპეციალური ცოდნა, ან შეიძლება პროკურორსაც არ ვიცი, იმიტომ ეს იმდენი სპეციფიკა, ხა როცა მხარე მაგალითად გარკვეული პერიოდი მუშაობ, თვეები, კვირები, იგივე კითხვებს ადგენ რაღაცა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება და გამოკითხვის პროცესი თვითონ რა არის მნიშვნელოვანი რომ გამოიკვეთოს აი რა როგორც მოგახსენეთ თითოეული სად დაიწყო და სად დამთავრდა მისი პროფესიული მოვალეობა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ქონია შემთხვევები ერთ-ერთი საავადმყოფოს ასე ვთქვათ განყოფილების თუ სწორად ესე იგი თუ არ ვწდები განყოფილების უფროსი დავებოდენ რაღაცა ასე ვთქვათ გულგრილობაში რეალურად როცა მისი უფლებამოსილება სხვა იყო, მკურნალ ექიმის სხვა იყო რეალურად და გამორიცხულია რომ კი პრეტენზიები ჰქონდა ვთქვათ გარკვეულწილად მოქალაქეს იმისა, რომ რაღაც მიუთითებდა სხვადასხვა ფაქტორებზე, ამიტომ არ მოხდა დაინტერესება, მაგრამ რეალურად რო ჩავიხედეთ უფლებამოვალეობათა ნუსხაში, აბსოლუტურად სხვა უფლება არ იყო ვალდებული, მაშინ როცა რაღაც სასახად განყოფილების ხელმძღვანელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა кейსზე მას უნდა შეერაცხოს პასუხისმგებლობა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რაც აკეთდა იყო ის, რომ გამიჯნულიყო მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ანუ სად დაიწყო, სად მთავრდებოდა მკურნა, იგივე შორის აი როგორ არის ის იგივე ვთქვათ თუ რეანიმაციული მომსახურება დასჭირდა ხო პაციენტს აი მაგალითად ან შემდგომ მოხდა უკვე ვთქვათ პალატაში გადაყვანა ხო აი რა ეტაპზე დგება ეს შეცდომა ან რა ეტაპზე გამოიკვეთება ეს ასე ვთქვათ მავნე შედეგი რომელიც აზიანებს ხო ასეთ შემთხვევაში პაციენტს ხო ეს მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც თვითონ როცა მე ინიშნება ხოლმე იგივე რეგულირების სააგენტოში იგივე ექსპერტიზის შესაბამისი ექსპერტიზები როცა კომპლექსური ხასიათის როცა ინიშნება აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ პერსონალური ბრალის დადგენისთვის გამოიკვეთოს რომ რა ნაწილში შესაძლებელია კონდეს დაშვებული შეცდომა ექიმს. თუმცა აქვე უნდა გაუსვათ ხაზი აუცილებლად იმას რომ ცალსახად ყოველგვარი შეცდომა არ იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობ როგორც სამოქალაქო წესით ასევე სისხლის სამართლებრივი წესით ხო მაგ ძირითადად დარღვევასთან ჩვენ გვაქვს საქმე და მივდივართ მაშინ როცა ეგრეთ წოდებული იქნება გაიდლაინები, პროტოკოლები, ნუ მინიმალური სხვაობაა მათ შორის, მაგრამ ძირითადად მაინც სახელმძღვანელო პრინციპები, წესები, რომელიც ასე ვთქვათ შემუშავებულია და დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თავარია რომ იყოს დაცული. არის ახლა რაღაც მომენტ შესაძლებელია იყოს ისიც რომ ვთქვათ ამის ასე ვთქვათ მომდურავი მხარეც ბევრი გვინახავს რომ აი რაღაც აკრიტიკებენ ამ გაიდლაინებს, წესებს, რომ ეს არა ესე და მაგრამ მაინც საბოლოოდ ეს არის რა, იმიტომ რომ ეგ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება აიდენტიფიცირება ექიმის შეცდომის, მისი ბრალეულობის ხარისხის და მთავარი ასე ვთქვათ, დავუშვათ გაიდლაინი მოცემულ მომენტში. არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იმ მომენტში პაციენტის გამოჯანსაღებისათვის და ექიმმა დაუშვა რომ მაგალითად გაიდლაინების მიყოლა ამ მოცემულ მომენტში კონკრეტულ მომენტში არ არის საკმარისი ექიმმა შეიძლება დაუშვას კიდევ სხვა დამატებითი სამკურნალო მეთოდი და საშუალება ეს არის დარღვევა აი როგორ არის იცით ძალიან კარგი შეკითხვა ჩვენ თუ ამ მსჯელობას გავავითარებთ ძალიან ზოგად ფორმატში სისხლის სამართლებრივი კუთხით მოგეხსენებათ კანონი იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს მარწინააღმდეგობის გამომრიცხავზე კანონიერ გარემოებებს მე არ ვიცი გამიჭირდება ზუსტი პასუხის გაცემა თქვენს შეკითხვაზე ვინაიდან კითხვა ზოგადი არის თუმცა თუ ზოგადად სისხლის სამართლებრივი კუთხით გავავითარებთ მსჯელობას აქაც შესაძლებელია ესეთი ზეკანონიერი გარემოება
უძველესი ცნობს დოქტრინა, დაზარალებული სავარაუდო თანხმობა. დამოკიდებული ეს სიტუაციაზე. კი, შესაძლებელია ვერც კონდეს თანხმობის მიღების საშუალება, ან გათშული იყოს პაციენტი, ან რაღაც ვერაცნობიერებდეს, ასე ვთქვათ, შეიძლება ბევრი ვარიანტი განვიხილოთ ზოგადად. თუმცა მაინც საბოლოოდ შესაძლებელია მიუხედავად შედეგისა, იმიტომ რომ ზოგადად მედიცინის მუშაკების ეთიკაც დეონტოლოგიურ ეთიკას ეფუძნება, ხო, ანუ რეალურად შედეგის მიუხედავად თუ ქმედება დარღვევით წარიმართა ჩატარდა, შეიძლება დადგეს პასუხსაკითხი უბრალოდ დადებით შედეგიდან გამომდინარე, ამას შეიძლება აღარ მიექცეს ყურადღება, მაგრამ მაინც საბოლოოდ არის, იმიტომ რომ როგორ რაღაც არის იცით, მაინც თითოეული ექიმის, სამედიცინო პერსონალის, ასე ვთქვათ, დარღვევის ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია მის გამოცდილებაზე. ანუ რამდენად კვალიფიციურია, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ცუდი, პირიქით მე ყოველთვის მივესალმები, თუ კი გაღრმავდება თანამშრომლობა, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალს და ასე ვთქვათ იურისტებს შორის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოფილა რამდენიმე შეხვედრაზე, სადაც ისეთი რაღაცა თქვენებათ იგივე ინფორმირებულ თანხმობის დამართებაში საკმაოდ ასე ვთქვათ რაღაც ესეთი აგრესიულს ნაკლებად დავარქმევთ, მაგრამ გარკვეული ხო რაღაცა ისეთი დამოკიდებულება, რომ ეს არა, პირიქით მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ შეიძლება იურისტი აღიქვა როგორც მტრად. პირიქით, რაც მეტად იცის რეგულაციები, გნებავთ სამართლებრივი, გნებავთ სამედიცინო კუთხით, უფრო მეტად არის, ასე ვთქვათ, დაცული ექიმი. მით უმეტეს ჩვენ როცა გვიხდება კონკრეტულ პრაქტიკულ кейსებზე შეხება, ჩვენცაც ხელმისაწვდომია, ხო, ის იგივე გაიდლაინები, იგივე პროტოკოლები, რაც ჯანდაცვის სამედიცინო ვებგვერდზე დევს, ხო, მარტივად ეხლა როგორც არასამედიცინო თვალით რომ შევხედოთ ამას, ხო, ჩვენც რაღაცა დაახლოებითი, ასე ვთქვათ, პასუხებს ვიღებთ, რომ შეიძლება იყოს ვარა დარღვევა, ანუ რამდენად თუნდაც ღირსი ის, რომ დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული ექსპერტიზა. ამის მოლოდინები გარკვეულწილად გვიჩენს ის მიღებული ინფორმაცია, სადაც ჩვენი გაიდლაინებში ვკითხულობთ. იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია რა და ამიტომ ერთს ვისურვებდი უბრალოდ რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესება და განათლება ამ კუთხით. იმიტომ სამწუხაროდ ეს ხდება ხოლმე რომ რატომღაც ყოველთვის ამოიცნობა ხოლმე იურისტებში, რომ საუბრობთ ჩვენ იმიტომ რომ ვიღაცას ებრძვის ან რაღაცა სამედიცინო პერსონალის მიმართ რაღაცა არ არის დამოკიდებულება აქვს. ხო, არ არის სამწუხაროდ ესე, იმიტომ რომ მე კიდევ განმეორდები და ვიტყვი რომ რაც მეტად ითანამშრომლეს ეს ორი სექტორი ერთმანეთთან, გაიზრდება ვფიქრობ უფრო მეტად ექიმის დაცულობის ხარისხიც და ბუნებრივია პაციენტის დაცულობის ხარისხიც უფრო მეტად, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი რომ შევიყვანოთ ინფორმაციისათვის ინფორმირებული თანხმობა, ჩვენ მაყურებელი რომ იცოდეს რა არის ინფორმირებული თანხმობა. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა ესეც, კი ბატონო, ხა მე ალბათ უფრო ისევ სისხლის ამართს მიმართულებით შევეცდები კი პასუხოთ, მაგრამ იმიტომ რომ სამოქალაქო სამართლის წესით როცა ხდება დავა, იმიტომ რომ სამწუხაროდ როცა ჩვენ მაგალითად რაღაც მძიმე შედეგი დგება, ან მხარე მიდის სასამართლოში და დაობს, ხომ? პოსტფაქტუმ როცა ვახდენთ ამ მტკიცებულ მაგალითად პაციენტის ისტორიის გამოთხოვას, ხდება სამწუხაროდ, აი რაღაცა ეჭვი გვიჩდება ხოლმე, რომ შეიძლება ესეც არის, არ ვიცით, პოსტფაქტუმ შევსებული ინფორმირებული თანხმობა. ხშირად პაციენტი აცხადებს, რომ მე არ მომიწერია არ ჩემ ოჯახის წევრს არაფერ დოკუმენტზე ხელი და ეს რატო ხდება, მე ამაზე ვნიშნავთ კალიგრაფიულ ექსპერტიზას, ანუ გულისხმობ იმას, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა და არა და არსობრივად პაციენტმა უნდა იცოდეს რეალურად როგორც ჩატარებული პროცედურის შესახებ, ასე ვთქვათ, ყველა ეტაპი, ასევე მოსალოდნელი მავნე შედეგებით, რა შეიძლება გართულებები მოყოს აღნიშნულ პროცესს. მით უმეტეს, ახლა თუ ესეც საინტერესო იქნება, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის პირობებში, როცა აქტიურად დღემდე გამოიყენება, მაგრამ მაინც ნაკლებად სამედიცინო, ასე ვთქვათ, სფეროში, აქაც კი უნდა იცოდეს პაციენტმა, იგივე
წარმომავლობა, ვინ არის ასე ვთქვათ, რა პროგრამით ხდება მუშაობა, ასე ვთქვათ, ანუ ინფორმაციის დამუშავებას გულისხმობ, რამდენად დაცული იქნება მისი პერსონალური მონაცემები, რამდენად ასე ვთქვათ, როგორ იქნება ადამიანის ჩარევის ხარისხი, ანუ გულისხმობ სამედიცინო პერსონალს, იმიტომ რომ იცით რა, ჯერჯერობით ეს არ დამდგარა პრაქტიკის წინაშე, მაგრამ რეალურად кейსებს თუ წარმოვიდგენთ, ძალიან გაუჭირდება პრაქტიკას ამის დარეგულირება, იმიტომ რომ ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე სუბიექტის პასუხობს საკითხი დადგეს. აი გულისხმობ თქვათ საწარმოს, რომელმაც ეს ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მქონე სამედიცინო აპარატურა დაამზადა. გულისხმობ მაგალითად იგივე სპეციალურ მაგალითად შეიძლება ეს იყოს მაგალითად რომელიმე სამეწარმეო სუბიექტი, რომელმაც პროგრამა შეიმუშავა. ან თქვათ დაწესებული, რომელმაც შეიძინა. ან სამედიცინო მუშაკი, რომელმაც ასე ვთქვათ, გამოიყენა ეს და მართა ეს პროგრამა. იმიტომ რომ აი როგორი რაღაც არის, იცით, აი ამ ხელოვნური ინტელექტის პირობებში რეალურად ნაწილდება პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ახლა მაგალითად ვიდრე მოვიდოდი თქვენთან სტუდიაში ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებამ სერიალი შემოხდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საავადმყოფოში უკვე რობოტების, ანუ ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაიწყეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შეზავება. დავინტერესდი ამ ინფორმაციის წყაროთ და როცა გადავედი უშუალოდ პრესის გვერდზე, ძალიან ქართულ ნაწილშიც იყო ეს გაჟღერებული, ანუ სრულ პასუხისმგებლობას იღებსო, რომელიღაცა პროგრამულ ნაწილზე პასუხისმგებლობას იღებს, ასე ვთქვათ, რომელიღაც კომპანია იყო დასახელებული, ხო? ცალკე, ანუ ისე გამოდის, რომ თუ დავუშვათ ეს ამ დოზირების დროს, ეს кейსი რო წარმოვიდგინოთ, ეს რობოტი, ეს აპარატი დაუშვებს შეცდომას, ბუნებრივია დაისმება კითხვა, ვინ აკეთებს პასუხს ასეთ შემთხვევაში. პროგრამული უზრუნველყოფა ვინც გააკეთა, ის კომპანია, მისი დამამზადებელი, სამედიცინო პერსონალი თუ ვინ? ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმ პრეპარატის დამამზადებელი ან ვადიანობა იყო ხო, დაცული. ეს დამოკიდებულია, კი, ძალიან და მით უმეტეს, როცა აქ უკვე გამიჯნულია, რომ თუ დადგინდება, რომ ასე ვთქვათ, ტექნიკური წუნი არ ქონდა, მაგრამ პროგრამულ ნაწილში ქონდა ხარვეზი, რა თქმა უნდა, ის კომპანია, რომელმაც პროგრამულად დააპროგრამა, ასე ვთქვათ, აი ეს ასე ვთქვათ, რობოტი ხელსაწყო, ასე ვთქვათ რა. ამიტომ ძალიან საინტერესო ხა პროგნოზის კუთხით ძალიან საინტერესო ნაწილი გველის, იქნებაოთ კვალიფიკაციის ნაწილში, იქნებაოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით, იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე ასე ვთქვათ შორეული, ეს ახლო რეალობა, მით უმეტეს აი მაგალითად დღესდღეობით უკვე გამოიყენება ხო რაღაცა ეხოსკოპიის და ეს მარტივ დონეზე რაც არის, მაგრამ მით უმეტეს ოპერაციების ჩატარება ხდება იგივე ტექნიკის გამოყენებით და აი აქ უკვე ნიშნულოვანი იქნება პასუხისმგებლობის გამიჯვნისთვის, ვის შეიძლება ვაკებინოთ პასუხი. აი ამ ნაწილში ვის შეცდომაც გამოიკვეთება ბუნებრივია, ალბათ გადაიხედება ეროვნულ დონეზეც, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ეს არის რა ქვია, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, რომელთაც ნაწილს სავალდებულო ხასიათი აქვს, უკვე 2004 წლიდან დაწყებული აქვს იგივე გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, იუნესკოსაც კი აქვს მიღებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკურობასთან დაკავშირებით შესაბამისი წესები, რაც შეიძლება პირდაპირ სამედიცინო სამართალს არ ეხება, მაგრამ ძალიან საინტერესო ჩანაწერებს შეიცავს, როგორც ადვოკატებს შეიძლება გამოგვადგეს შესაბამისი დავის დროს დასაბუთებისთვის. ბატონო იოსებ, რა მინდა კითხოთ, ახლა ისეთ საინტერესო საკითხებზე მსჯელობთ და თქვენ ესეთი კარგად გაცნობიერებული ბრძანდებით, აგერ ანუ თქვენ საერთო სპეციალიზაცია გაქვთ, მაგრამ დაინტერესდით და ღრმად ჩაიხედეთ ამ მიმართულებით, აირჩიეთ ეს მიმართულება, უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის და სამსახურიც ანუ кейსებიც ამ მიმართულებით უფრო მეტი გაქვთ. ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენს კოლეგებს შორის საჭირო იქნება გარკვეული მიმართულებების მიცემა, ვთქვათ, ყველა ფერზე მუშაობს ადვოკატი და ერთ რაღაც მიმართულებაზე. აი თუნდაც თქვენი მიმართულებით, როდესაც ამდენი ხელოვნური ინტელექტი ახსენეთ, რაღაც ახალი თანამედროვე ისეთი მიმართულებები, რომელიც ცოტა ძნელი დასაწევია
და ცოტა მეტ შრომას მოითხოვს და სხვა რაღაცებს თავიდანვანებოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ხო? აი რაღაცა კვალიფიკაციის, ამაღლება, ტრეინინგები, იგივე მოსამართლებისთვის, იგივე პროკურორებისთვის, გამომძიებლები დღეს მუშაობენ და თქვენ იცით, რომ მათ იურიდიული განათლების სავალდებულოებაც არ გააჩნიათ გამომძიებლებს. პირველ ეტაპზე ვლაპარაკობ პოლიციაში ჩვეულებრივ შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანი თუ კი უნდა რომ იმუშაოს გამომძიებლად ყოველ შემთხვევაში ბოლომ დრომდე ასე იყო და აკრძალულიც არ არის ვთქვათ იყოს იურისტი. აქ უკვე ნახეთ საჭიროება წამოვიდა არა მხოლოდ იურისტი, სამედიცინო სფეროშიც ცოტა კარგად გარკვეული უნდა იყოს, თუ კი მუშაობს ადვოკატი ამ მიმართულებით და ფიქრობთ რომ საჭირო იქნება მეტი ტრეინინგი, მეტი ყველა მიმართულებით, ანუ პროკურორებთან, მოსამართლებთან, ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ რატო ვამბობთ ამას? ჩვენ ყავდა ექსპერტი მაგალითად, მოწვეული ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი და მან გითხრა ჩვენ რა ხდება, როდესაც ინიშნება ესე იგი ისეთი ექსპერტიზა, საერთო კომპლექსური ექსპერტიზა და მაგალითად დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა, მოწვეული ყავთ სპეციალისტი ექიმები და სპეციალისტი ექიმი და არა ექსპერტი ხელს აწერს საერთო დასკვნას. ეს ხო არის პრობლემა, ეს ხო არის სამართლებრივად არასწორი დოკუმენტი. როცა გამიჯნულია ჩვენ სისხლის სამართლის საფრთხე კოდექსში ცალკეა სპეციალისტი, ცალკეა ექსპერტი და მოიწვია ვთქვათ კარდიოლოგი, მოიწვია რევმატოლოგი, საბოლოოდ დასჭირდა ეს ყველაფერი და საბოლოო დასკვნაზე ყველა ხელს აწერს და გამოდის რომ ექსპერტის კვალიფიკაციით აწერენ ხელსო. ეს ამას პრობლემად ხედავს ქალბატონი მაია. ძალიან დიდი პრობლემაა, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შევეხეთ, ალბათ ჯობია პასუხი აქედან დავიწყო. აი ხო მაგალითად მე მქონდა შემთხვევა ესეთი ერთ-ერთი кейსი დღემდე დევს ეს საქმე ექსპერტის შეტარების გარეშე, არ ვიცი, თაროზე თუ კანცელარიაში თუ არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია ექსპერტის ეროვნულ ბიუროსთან, თუმცა ყოველ ჯერზე იყო ესეთი შემთხვევა, რომ გამოიყოფოდა რამ კონკრეტული პიროვნება ექსპერტი, მერე თავის ინიციატივით უარს განაცხადებდა, ჩამოსცილდებოდა ასე ვთქვათ. არა, დაზარალებულს მეც ბოდიშს ვიხდი, შეგავწყვეტინებთ, მეც მივმართე, იმიტომ რომ გაგრძელდა რამდენიმე წელია დანიშნულია, როგორც იქნა შეირჩა სპეციალისტები, არ უყვართ ხოლმე ექიმებს თავიანთი კოლეგის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა უნდა ჩატარდეს ბოლოს და ბოლოს გამოძიება მიმდინარეობს და რომ მოვიკითხე, თქვენ მიმძანდებითო გენაცვალე დაზარალებულის ადვოკატი, რა ვარ საერთოდ უფლება მოსილი, თქვენ გაგცეთ პასუხი, აი ეს ანუ ამას რომ ეყრდნობიან ძირითად დოკუმენტად ეს არის პრობლემა. როგორც დაზარალებულის ადვოკატი მაინც თანამშრომლობთ ხოლმე გამოძიებასთან. არა, გამოძიებასთან კი თანამშრომლობთ, ექსპერტიზის ბიურო არ იძლევა პასუხს. არა, ესე არა, უარს მეუღნევიან, გამომძიების მეშვეობით გაიგე კი ასე. არა, გამომძიებელი კვირაში ერთხელ აგზავნის, რა ხდებაო და არაფერიც არ ხდება. ხო, უბრალოდ წერილი მივიღე ესეთი რომ სამწუხაროდ არ გვაქვს მავალებენი ნორმა, რითაც დაავალდებულებთ შერჩეულ ექსპერტს ჩაერთოს საქმეში. დიახ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, CCP-ა მესმის, მაგრამ სახელმწიფო წააგებს ამ შემთხვევაში თუ კი დავაწავა ევროსასამართლოში, ხო, იმიტომ რომ მე მოქალაქეს როცა მეუბნევით, რომ არ მაქვს ბერკეტი, ეს სულ არ არის ჩემი პრობლემა, სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა კონდეს შესაბამისი ვალდებულება. მექანიზმი, რითაც გამცემს პასუხს, რამ გამოიწვია ამ შემთხვევაში კონკრეტული პირის გარდაცვალება, ხო? ხო, აქედან გამომდინარე, საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე ყველანაირი ვადა გასულია. ძირითადად ხოლმე მოგეხსენებათ მსგავსი კატეგორიის საქმეზე სიცოცხლის გაურთხოვით მოსპობით მიდის ხოლმე გამოძიება. და ასე მთავრდება ხოლმე. ეს ვადები გასულია, გულისხმობ ხანდაზმულობის ვადებს. მოსპობით ან განზრახ დაზიანებით. არა, არ არის იმიტომ დასკვნა არ არის ფიზიკურად. ცოცხალი თუ გადარჩა, მოსპობა ხო არ არის. გარდაცვალება მქონდა ორივე შემთხვევაში. ხო და შესაბამისად დასკვნა არ გვაქვს და გამოვიდეს ეს ვადები გავიდა, გამოდის ერთი რომ გაჭიანურებული გამოძიების გამო, იმის გამო რომ ეს მოქალაქე რომელიც აცხადებს რომ მისი ოჯახის წევრის მკვლელებად მიიჩნევს, დასჯა არ მოხდა, მათ შეცდომის გამო მოხდა მისი მეუღლის გარდაცვალება, იმიტომ დადგენილია რეგულირების სააგენტოს მიერ.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების აგენტოს მიერ. კი. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემა, რომ ვერ მოხდა დღემდე ამ პირების დასჯა. შესაბამისად, გამოსავალი არის ის, რომ ამ გაჭიანურებული ან ასე ვთქვათ, უშედეგო გამოძიებისთვის ისე მეორე მხარე ალბათ იქნება მომპასუხე პროკურატურა, სახელმწიფო ბრალდება, როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად და ბუნებრივი მოქალაქესაც უფლება, რომ იდაოს მოითხოვს ასე ვთქვათ კომპენსაცია, მორალური ზიანი იმის გამო, რომ ვერ მოხდა მისი ასე ვთქვათ მეუღლის საქმეზე ვთქვათ დარღვევის ჩამდენი პირების დასჯა. ბატონო იოსებ, აი ეხლა კარგი შემთხვევა ახსენეთ, მეც მაქვს ზუსტად ეხლა მიმდინარე ესეთი кейსი. რეგულირების აგენტომ დაადგინა დარღვევა და ერთი თვით შეუჩერა, ეხლა ექიმის გვარს რა თქმა უნდა არ დავასახელებ. ანუ თუ კი არისო იქ ექიმის გარკვეული, ბრალი, ცოტა მძიმე სიტყვა, მაგრამ შედეგი ექიმის ქმედების თუ უმოქმედობის მაშინის დარღვევა არ დადგინდებოდა და არც სერტიფიკატი შეუჩერდებოდა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა. თუმცა გამოძიებას ამის შემდეგ აუცილებლად სჭირდება მაინც საექსპერტო დასკვნა, ბრალის წარსადგენად და ეს რეგულირების სააგენტოში პრაქტიკულად გამოკვლეული რაც არის იქაც ხომ მონაწილეობენ მოწვეული სპეციალისტები. გამოდის რომ სამხარაულის როგორც წესი გამოძიებას სამხარაული უნდა ყოველთვის ისინი ვალდებული არიან ანუ პრაქტიკულად რომ მინახავს დასკვნები გადმოკოპირებულია ის დასკვნა. მაგრამ ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება იყოს იგივე ექსპერტს აღარ მიაღებინონ მონაწილეობას სამედიცინო კომპლექსურ დასკვნაში. ეს არის და რომც და ინახეთ რა ხდება რეგულირების სააგენტოში მიძულებულები არიან მაინც ჯანდაცვა და მიდიან ექიმები ხა რომ გამოუძახებენ სპეციალისტ მიდიან და ექსპერტიზაში აღარ მიდიან და აი ვარ ჩიხში კარგი კითხვა დასთეს და პრობლემა ზოგადად მართლაც ნათელია იმიტომ რომ ის რაც მოგეხსენებათ საკმარისია მიზეშედეგობრივი კავშირის თვალსაზრისით სამოქალაქო დავებზე სამწუხაროდ არ არის საკმარისი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხობაში მიცემისთვის, იმიტომ პირდაპირ გთხოვს ჩვენ მოგეხსენებათ მერვე მუხლი მიზობრივი კავშირი პირდაპირ ერთად პირობა და ხასასახელებს პირის ქმედებას, ანუ დარღვევას, შესაბამისად ამ ჩვენი საკამდელო ჩანაწერიდან გამომდინარე ვერ გავავრცელებთ ამ შემთხვევაში, მაგალითად იგივე ასე ვთქვათ ერთი შანსის წართმევით, ან იგივე თუნდაც ვთქვათ ალბათობი, გარდარჩენის ალბათობას ვერ გავავრცელებთ ამას დაკავშირებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სამედიცინო ასეთი სტატიებში სამოქალაქო კუთხით არის მითითება. თუმცა ახლა ამ ბოლო დროსაც ხვდებით ჩვენ, რომ მაგალითად ექსპერტები წერენ სისხლის სამართლის საქმეებზე დასკვნებში, რომ აი ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა მაგალითად 60%-ით გადარჩენის შანსი, 90%. თუმცა კატეგორიულები ვერ არიან. ხო, ვერ არიან და ესეც გარკვეულწილად არსებობს მოსაზრება, რომ ის და ისევ კოლეგიალობიდან გამომდინარეა ეს პასუხი. და სასამართლოში კიდე თუ კატეგორიული არ არის დასკვნა და ექსპერტის პოზიცია სასამართლო დიახ და გარდა ამისა მოგეხსენებათ იყო ერთი ფაქტი кейსი ესეთი სამივე ინსტანციაში ძალაში დარჩა ხო ეს ძალიან საინტერესო мотиваცია იყო თუმცა მოგეხსენებათ პრაქტიკა და მეცნიერება მაინც ერთად უნდა მუშაობდეს მაგრამ მეცნიერების კუთხით იყო გარკვეული ასე ვთქვათ კრიტიკა რომ ასე ვთქვათ რისკის თეორიით იყო ეს დასაბუთებული რომ ასე ვთქვათ იმ თავისი უმოქმედობით ფაქტიურად ექიმმა წაართვა ის გადარჩენის ის მინიმალური შანსიც ასე ვთქვათ ამ პაციენტს შესაბამისად გაცნობილი ვარ ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისად კიდევ ვიმეორებ შესაძლებელია თეორიულ ნაწილში არ იყოს თანხმედრა, მაგრამ პრაქტიკულად ფაქტიურად სამივე ინსტანციაში დარჩა. თუმცა პრაქტიკას ახსოვს განსხვავებული გადაწყვეტილებები და ეს ფიქრობ, რომ დღესდღეობით სამართლის საქმეებზე რომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნის არ ქონის, ვერ ქონის, არ დაწერის ან ვერ დაწერის, ვერ მომზადების გამო ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ხაც მაქვს რამდენიმე საქმე, სადაც ფაქტობრივად თან საქართველოს მოგეხსენებათ პატარა ქვეყანაა და ხშირად ხდება ისე რომ თქვათ ერთი წიგნის ავტორია, ვის მიმართაც ასე თქვათ დასკვნა დაიდოს და ევალება იმას, ვინც თან ავტორია კოლეგიალობიდან გამომდინარე. არის ის რომ ვიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ვიღაც ქვემდგომს დაევალება და ხო ვიღაცა რომ ვიღაცის ნათლია და ნათლულია ძირითადად კურსელი და ასე შემდეგ. ხო ეს დიდი პრობლემაა კიდევ. ამიტომ ფიქრობ ამ ყველაფერს უშველის საკანონმდებლო
რეგულაციის არსებობა შემოღება, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გქონია არაერთხელ იგივე რეგულირების აგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა და ყოველთვის ეს არის პრობლემა, რომ არ არის მარეგულირებელი მექანიზმი, რითაც დაავალდებულებს შერჩეულ ექსპერტს. მით უმეტეს, ახლა ბოლოს ერთ-ერთ кейსზე რაც მქონდა, ერთ-ერთ კლინიკას მცირეწლოვანის გარდაცვალების საკითხზე ედავება ჩემი მარწმუნებელი და აქ ასე ვთქვათ, კითხვები იყო დასმული მრავალ მხრივ, ჩვენც ვიყავით ჩართული ამ ასე ვთქვათ დადგენილების და ამ კითხვარის თანამშრომლობთ გამოწვევ როგორ დაზარალებულები, კი ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა გამოძიებამ, ბრალდების მხარემ, რაც მივაწოდეთ ყველაფერი მეტნაკლებად გაითვალისწინა, თუმცა ექსპერტის მხრიდან მოხდა მხოლოდ ერთ საკითხზე პასუხის გაცემა და ძალიან ზედაპირულად. მაშინ როცა მარტივად აი გაიდლაინებითაც შეგვიძლია რომ ეს დავადასტუროთ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა რომ ერთი რომ ის აუცილებლად გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო ცრუ დასკვნის მიცემასთან დაკავშირებით და მეორე იყო თუ არა გაფრთხილებული და თუ იყო მაშინ რას შეიძლება კონდეს ადგილი ამ შემთხვევაში. ექსპერტს ამორიცხოს სხვა კითხვები და ხო, არ გასცა პასუხი, შესაბამისად მოვიაზრებთ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საერთოდ რა მოხდა ამ შემთხვევაში და მე საბოლოოდ ეს იყო რომ ერთ და იგივე სახელმძღვანელოს ავტორები არიან ორივენი, არ ვიცი შეიძლება ახლა ურთიერთობაც, კოლეგებიც, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა, რომ საბოლოოდ ხდება ისე რომ ეს რაც ასე ვთქვათ გამოდის ფართო აუტორის წინაშე რაც აშკარა ხდება, მაგრამ არის ხო კიდევ ესეც გარკვეულწილად დამოკიდებული მოქალაქის ამ სამართლებრივი მარჩეგნების ან უფლებებში ნაკლებად განსწავლულობაზე. ან რწმენა იმისა, რომ მაინც ვერაფერს გავაკეთებ. დიახ, ესეც არის ძალიან ხშირად, მით უმეტეს როცა ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ აი აშკარაა დარღვევა და ასე ვთქვათ, თვითონ მოქალაქეს აქვს ის მტკიცებულებები რაც არის, ასეთ შემთხვევაშიც თავი შეუკავებიათ ხოლმე ხშირად, რომ აი ეს არის სამწუხაროდ რაც არის. რა მაინტერესებს იცით? თქვენ ახსენეთ, რომ მოხდაო გამიჯნა სისხლის პასუხისმგებლობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ასე შემდეგ. აი ამ გამიჯნის შედეგად თუ ჩამოყალიბდა ერთიანი რაიმე პრაქტიკა. მოგახსენებ ძალიან კარგი კითხვაა ესეც, ანუ მე უბრალოდ ვიგულისხმე, მე მქონდა ეს თემა შერჩეული კონფერენციისთვის, თორე ეს გამიჯვნის სტანდარტები დადგენილია, ეს არ არის ახალი თემა რეალურად, პრაქტიკაშიც როცა ვთქვათ ვეცნობით საბედნიეროდ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის გადაწყვეტილებები იგივე ორივე მიმართულებით, ვგულისხმობ დასაბუთებულობის მაღალ ხარისხს, აქ პირდაპირ არის მითითება იმას დაკავშირებით, რომ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ექიმის შეცდომა ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულად. აქ გასათვალისწინებელია მისი ქმედების ხასიათი, ზოგადად ინტენსივობა, უფლების დარღვევის, ასევე შეიძლება იყოს ვთქვათ დაზიანების ხარისხი. სამწუხაროდ ხარ, რასაც ვუყურებ ხოლმე, ძირითადად თუ გარდაცვალება მოყვება მარტო მსგავს კატეგორიის საქმეებზე უფრო მეტად არის ხოლმე დევნის დაწყების მიმართვიანობას და დევნის დაწყებაც, მაგრამ იგივე როცა ვთქვათ, ხა მაგალითად ერთ-ერთი кейსი მაქვს ასე ვთქვათ სამოქალაქო სარჩელის მომზადების პროცესში ვართ მარტივად როცა დაზიანება მოხდა ასე ვთქვათ ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური მორიგი პროცედურის დროს რეალურად მტკიცების სტანდარტი არის ძალიან რთული იმიტომ რომ აბსოლუტურად სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარე და სამედიცინო შეცდომის ჩამდენი ასე ვთქვათ პირის იდენტიფიცირება როცა ხდებოდა ყველა ამბობდა უარს მანდაც ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობს ხო თვალთან არა ეს არ იყო ხელოვნური ინტელექტით არა ეს არ იყო ეს იყო პირდაპირ უშუალოდ ერთ-ერთი მორიგი პროცედურის დათვალიერების დროს იყო. შესაბამისად, წავაწდით გარკვეულ სირთულეებს დასკვნის მომზადების კუთხით, იმიტომ რომ შემდეგ რაც ხდებოდა იდენტიფიცირება, რომ ვის მიერ შეტარებულ პროცედურაზე შეიძლება ყოფილიყო მსჯელობა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი სპეციალისტი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ამბობდა უარს ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. ხო, კიდევ გასათვალისწინებელია ვთქვათ ეს ქმედების კვალიფიკაციის დროს ვთქვათ თვითონ გამოვლენის ხასიათთან ერთად დაზიანების ხარისხი რეალურად და საბოლოოდ ის ქმედება უნდა იყოს ასახული ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერ უყურეთ როგორ არის ის ჯერ თავიდან პირველ ეტაპზე როცა ირკვევა ეს შეცდომა, ყოველგვარი შეცდომა, ახლა უბრალოდ ყოველგვარი ზიანი არ იწვევს პასუხისმგებლობას თუ ვადგენთ იმას რომ ექიმი მოქმედებდა დადგენილი რეკომენდაციების, პროტოკოლების, გაიდლაინების შესაბამისად აღარ გადავდივართ არც საერთოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილზე, აღარ ვსჯელობთ. მაგრამ თუ დადგინდება რომ
ასე ვთქვათ, ადგილი ქონდა ამ ასე ვთქვათ, დადგენილი წესის დარღვევით ჩაატარა რომელიმე პროცედურა, აქ უკვე მე ასე ვთქვათ, ხდება მშელობის საკანი. ეს არის სამოქალაქო წესი თუმცა ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის, შეიძლება დანაშაულის ნიშნების გამოიკვეთოს. აი ამ ექიმმა გაიდლაინებს სწორად მიმართა, მიაქცია ყურადღება და ასე შემდეგ და ამოწურა ყველა შესაძლებლობა ამის გარკვევას ყველაზე კარგად და კონტროლს და დასკვნას ვინ ეწევა ვინ ჩანაწერები რეგულირების სააგენტო თავის პირველ ეტაპზე ბუნებრივია პაციენტის ისტორია რომელიც თითქმის ყველა კლინიკას აქვს როგორც პირდაპირ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ინფორმაციის ასახვა ბაზაში ექიმები თავიანთი სამუშაო დროის 50% და ანუ ბოლოს სიტყვა მაინც რეგულირების სააგენტოზეა და დასკვნა რეგულირების და თუ დაინიშნება ალბათ დაინიშნება სამხარაულის ექსპერტიზი კომპლექსური ექსპერტიზის მე მაგას ვაპირებ გავერთ 5-10 წლიან ომაში ხარ პროცესში არ ვაპირებ უბრალოდ უნდა ვიცოდე კარგი ეხლა მე რამდენი მაგრამ დავად ღირს იმიტომ რომ კი არა სასამართლოებსაც აქვთ პრაქტიკა რეალურად იცით რა ყველას მოეხსენება ეს არსებული სიტუაციები რომ ამის გამო იმის გამო ვიღაცა უარს ამბობს არ მონაწილეობს მაგრამ საბოლოოდ ზიანდება პაციენტი რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ ვებრძვით ანუ არც იურისტები არც მოქალაქეები მით უმეტეს უბრალოდ ყველას სურს რომ სამომავლოდ თუნდაც უმეტესობა ასეთ რომ პრევენციული მაინც იყოს აი ეს უნდა მეთქვა პრევენცია არის როდესაც ეცოდინება ექიმს ეხლა რამდენიმე ცოტა დროში ჩვენ შეზღუდული ვართ და არ გაუთავებ ესეც საკითხია რომ მართლა ძალიან საათები რომ ვისაუბროთ ვერ ამოვწურათ მაგრამ მოდი ამ ეპიზოდში რაღაცნაირად შევჯამდეთ და შემდეგ იმედი მაქვს რომ თქვენ თუ კი საჭირო იქნება კიდევ ერთხელ დაგვაფასებ და კიდევ მრავალჯერ იმიტომ რომ ჩვენ აქ ისეთ საქმეებს და საკითხებს განვიხილავთ რომ მარტო ჩვენ ვიცით ერთმანეთს ადვოკატები ისედაც ვესაუბრებით ხშირად გვაქვს გადაკვეთები ეს კარგია რომ გაიგოს ხალხმა ეს კარგია რომ ხალხისთვის იყოს რაღაცა მიმართულების მიმცემ ეხლა რა ესეთი კითხვა აი რამდენიმე კითხვა მინდა გავაერთიანო და ასე უფრო მარტივად წავიწევით წინ აი რა მაინტერესებს გახსოვთ ალბათ გეცოდინებათ რომ იყო აი ყოველ მოსახვევში გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი და ეს ექიმები მე ღმერთმა დაიფაროს მაგათ ხელში რომ ვინ ჩავარდება და მოვიდა ის დრო რომ აი ზუსტად ეგ თაობა მოვიდა და მუშაობს ხო და ხა ჩვენ მაგას აპრიორი ვერ ვიტყვით რადგან 90-იანებში დაამთავრა აუცილებლად უცოდინარი ექიმი იქნება თუმცა არც უმაგისობა შეიძლება იყოს იმიტომ რომ ხარისხი იქ ცოტა გაუკონტროლებელი იყო და ეხა თუ ვინმეს უნდა ექიმობის სწავლა და ის მე პრაქტიკაშიც კარგად სწავლობენ ხევსურეთში საერთოდ განათლება არ ქონდა თავის ხალის ტრეპანაციას აკეთებდნენ და მოტეხილობებში გენიალური ის ჰქონდათ შედეგები და დაჭრილობების მოვლაში ამ ექიმი ბუნებით ანხარ რა და გინდა 90-იანი წლების სტუდენტი იყავი და გინდა 21 საუკუნის ყველაზე კარგად აღჭურვილ კლინიკაში გადიოდე თუ არ ხარ ექიმი არ ხარ ექიმი ეხლა რა მაინტერესებს აი ეს სტატისტიკა როგორი არის ბატონო იოსებ თქვენ რადგან ამ кейსებთან გაქვთ შეხება უფრო არის გულგრილობა აი ამ შედეგების მიზეზი თუ არაკომპეტენტურობა აი და როგორ მიჯნავს ამას სამართალი აი უყურეთ ესეთი მე რაც кейსები მქონდა ეხლა და ის ექიმები რომლებიც მიეცენ პასუხისგებაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან თავისი სპეციალობაში, თავის სფეროში. და მეტიც რომ იკითხოთ იმ რაიონში, სადაც ეს მოხდა და იმ სავანტყოფოს დასახლებაში, ყველა გეტყვით რომ საუკეთესო სპეციალისტია. მაგრამ ხშირად ალბათ უფრო გულგრილობის ნაწილია, ნებავ დაუდევრობის შემთხვევაში. იმიტომ რომ რაღაც ჩვენ მქონდა შემთხვევა რომ ეს როცა რასკევს დაღლი რომ დაბრუნდა ექიმის სახლში, ეს პაციენტი შეიყვანეს და არ გამოცხადდა კლინიკაში დისტანციურად მართა, ამან გამოიწვია ის, რომ გარდაიცვალა საბოლოოდ. ან ბევრი პაციენტი ყავს, რაოდენობა შეიძლება იყოს, გადატვირთულობა შეიძლება იყოს ამ ნაწილში. 500 და 400 პაციენტი თუ ყავს გადაღლილება, მიზეზ შედეგობრივად არ მივდივართ ცოტა ზემოთ? დიახ, უბრალოდ აი როგორი რაღაც არის, ასეც ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ან ახალგაზრდა ასაკის ან თქვათ საბჭოთა პერიოდში მიღებული განათლების მე მაგალითად პერსონალურად აი რომ გავიგებ ხოლმე რომ რეზიდენტი და მათ უფრო ვენდობი
არ ვიცი, გაჩნდა უფრო სპეციალისტი, მონდომებულები ხო, არიან. რაღაცა სიახლეები, უფრო რაღაც რა ხა კვლევები. ყველა სფეროს ყავს ხომ ასეთი ახლა აღიაროთ რა რომ მარტო პროფესორობა არ ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე იქ. სხვადასხვა აი ჩვენ სფეროშიც ახლა მეც ხო ოდესღაც დავიწყე მუშაობა და დღეს აგერ უკვე 20 წელია ვარ. რატო შეჩერდები ხო ერთი წუთი? თუ შეჩერდები ცალკე თემა არის, უბრალოდ მე ხლა ჩემს იმას რო უყურებ გავლით ცხოვრებას, აი მაშინ როდესაც დავიწყე ადვოკატობა და ვიყავი ახალი დამწყები და უფასოდ მუშაობდი, იმიტომ რომ პირიქით მადლობელი ვიყავი ხოლმე თუ კი ვინმე თავის საქმეს ჩამაბარებდა, ისეთი ენთუზიაზმით ვიბრძოდი და კარგი შედეგებიც დავაყენე და გავკვირდა კიდეც მე ჩემს კლიენტს რომ ვინმე შენათქვიო რომ ეხლა მოვედიო ამ სფეროშიო, იმიტომ რომ დამწყები თუ კი ის არის მონდომებული რომ იყოს პროფესიონალი ხა ჩემი საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში აუცილებლად ძალიან მთელი ძალების მობილიზებით მუშაობს და ესე ვერ ვიტყვით ახლა ახალგაზრდა მე ბევრ ექიმებს ვიცნობ რომლებიც ძალიან კარგები არიან, კარგი სპეციალისტები არიან, თავიანთ საქმე უყურთ ძალიან განვითარებენ. კი და აი ეს პრობლემა, ის გადატვირთულობის პრობლემა, ნამდვილად არის პრობლემა. აი, იმიტომ რომ მათ რუტინულ შრომას რო შეხედო დღის განმავლობაში, ხონდა შემთხვევა რომ ეს არის საშინელება. ემერჯენსის ექიმმა ვერ წაიკითხა კარდიოგრამის ეს ახლა რას რომ ეს სფერო შეიძლება დააბრალო ხო? არ მინდა რომ ისე გაგიშვათ, რადგან ამ სფეროში მუშაობთ, ერთი წინა პოდკასტებიდან ერთი რილი გავუშვით ჩვენ და ძალიან დიდი გამოხმაურება, აი ძალიან დიდი, ეგეთი არ გავარდნილა ჩვენი ყავს ვიყენებ შეიძლება, მაგრამ ასე ქვია, გავარდა, ვირუსულად გავრცელდა. ერთი მონაკვეთი, სადაც მე ვამბობ, რომ როდესაც აქვს ადამიანს საყოველთაოდ დაზღვევა და შეყავთ პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და ობიექტურად შეიძლება ის ადამიანი ძალიან მალე გარდაიტანო კლინიკაში მიიყვანეს, მაგრამ ამოწურული აქვს სასიცოცხლო რესურსი. მაგრამ აი ეს დაზღვეულია. არის ადამიანები ყვებიან ამის შესახებ, თორე ხა მე საიდან მოვიტან ამას, ხო? ერთ-ერთმა კომენტარში დამიწერა, რომ დედა რომ მივიყვანეო გარდაცვლით საავადმყოფოდან, უკვე გვამური ლაქები ქონდაო. ანუ რამდენი საათის გარდაცვლის ხო დადგენილია გვამური ლაქები წარმოიშვება დიდი ხნის შემდეგ, მას შემდეგ რაც დადგა სიკვდილი. და ესე იგი მიერთებული პაციენტი შეიძლება გამორთულიც არის უკვე, მაგრამ შიგნით არ უშვებენ ოჯახის წევრს, საჭმელიც კი მიაქვთ და აღმოჩნდა რომ გარდაცვლილია პაციენტი და გარდაცვლილად არ აცხადებენ მანამ სანამ არ მოიწურება ბოლომდე ის სადაზღვეო ლიმიტი. ასეთი ეს რო დაიდო რა თქმა უნდა ზოგიერთმა უმეტესობა 90%-მა კომენტარებში დაწერა რომ მეც ასე და მე მართა მეც ასე მართალია და რა თქმა უნდა ახლა 1001-მა თქვა რომ ეს რა სისულელეს ლაპარაკობს ადვოკატი რა სისულელეს ლაპარაკობს ადვოკატი ვერანაირ სისულელეს და ვერც ჭკვიანურს ვერ იტყვის თუ მან ეს არ მოისმინა მისი დასაცავი პირისაგან ან თავად არ გადახდა თავს და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ასეთი შემთხვევები არ გქონიათ როგორ არის ხა ესეთი თემაა რომ შესაბამისი იურისტები ვართ მტკიცებულების გარეშე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარყოფთ ბუნებრივია თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს ხსმენია მსგავსი განცხადებები მეცაც გეტყვით ერთ-ერთ кейსზე ესეთი შემთხვევა იყო რომ ესე იგი დასკვნა დაიდო რომ დაგვიანებით ჩაუტარდა კატე კვლევა რამაც გამოიწვია მე ის გაჟონვა და შესაბამისად ის გარდაცვალება საბოლოოდ ეს ძალიან მოკლედ რომ გითხრათ. შესაბამისად კითხვა იყო ესეთი რომ რატომ არ ასე ვთქვათ ჩაუტარდა თავის დროზე რა დაგვიანება რამ გამოიწვია. განმარტება იყო ესეთი რომ რეგულაციები იყო დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისად თუ რაღაც წინაპირობები არ იქნებოდა ვერ ჩაუტარდებოდა ამ კონკრეტულ პაციენტს ეს გამოკვლევა. შესაბამისად, ეს შეიძლება მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის არის შემუშავებული, მაგრამ ხა ცალსახად ეს არ შეიძლება გავიკოთ, ხო, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაგვიანებულმა კატეს გადაღებამ, ეგრეთ წოდებულმა კატეს გადაღებამ, ანუ ტექნიკურმა რეგლამენტმა გამოიწვია ეს
მაგრამ შემდგომ აქვს ინფორმაცია, რომ იგივე პერსონალმა პირიქით ადრე გამოიყენა, ასე ვთქვათ, ანუ არ დაელოდა იმ წინაპირობებს და პაციენტი გადარჩა, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ვიცი, მე ანაზღაურებაზე იყო პრობლემა სახელმწიფოს მიერ, იმიტომ რომ ის წინაპირობები არ იყო და რატო ჩაუტარა ეს მომსახურება. ესეთი პრეცედენტებიც გვახსოვს, ხო და გაურკვევლობაში რომ გავაკეთებ, პასუხი ვაგე, არ გავაკეთი, აღარ ანაზღაურა, ხო? აი, ამიტომ ეს ცოტა ისეთი თემებია, რომ არა და ექიმის პროფესია ესეთია, გარკვეულ ოპერატიულ გადაწყვეტილებას და გაბედულებას უნებრივია, მე ვფიქრობ, აქ მაინც გამოსავალი არის ის, რომ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდეს ცხელი ხაზის მეშვეობით, იგივე რეგულირების სააგენტო ჩავაყენოს საქმის კურსში, სხვაგვარად ვერ რიგითი მოქალაქე ამას სხვაგვარად ვერ შეებრძოლება თუ მოკვლევისაგან არ გახდა თითოეული ფაქტი. და მე ეს გამოვა ისე, რომ ის კეთილის ინდისიერად, ვინც ნამდვილად ორიენტირებულია პაციენტის გადარჩენაზე, მისი უფლებების დაცვაზე, იმათი სახელით მე რაღაცა ხდება ესე რომ ეხლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაგალითად წეგან თქვენ ბძანეთ, რომ შეიძლება ჩანაწერებში შემდეგ გაკეთეთ ეს ჩანაწერები ჩასწორდეს თვითონ ხო იცის. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, თვითონ რა რომ შეცდომა მოქალაქე სხვა ჩანაწერებს აძლევდნენ და მე იქ საბოლოოდ სხვა რამ ამოვიდა, კი ბატონო და თვითონ ხო ან პირველივე დათვალიერებით სხვა ჩანაწერია? ახლა როგორ შეიძლება მაგალითად ბავშვის წონა შეეშალოს? ან სისხლის ჯგუფი შეეშალოს? თუ ამას ვიტყვით, რომ მექანიკური შეცდომა ან ჩატარებული პროცედურების დრო დროც და თანმიმდევრობა. კი ბატონო, თანმიმდევრობა და ერთი რამე აი მიმართვის სახით მინდა უთხრა, ურჩიო ალბათ ექიმებს, რომ მოდი ნუ შეეცდებიან ასეთი რაღაცა ჩასწორებების გაკეთებას ისტორიებში, იმიტომ რომ ასეთი გამოთქმა და ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ დამნაშავემ გამორიცხულია კვალი არ დატოვოს და აქედან აი ისეთი დაბნეულების სტრესულ სიტუაციაში რაღაცა შეგეშალა, პაციენტი მოგიკვდა ან დაგიშავდა, ხო, რაღაცა ხვდები, რომ ცუდი საქმე დაგემართა, მოდი მაგას ჯობია აი ამ რაღაცების გადაკეთებას, დროების და იმის პატიოსნად აღიარო, რომ შეგეშალა და მაგისთვის დახვრეტა არ არის რა, ვიდრე ის, რომ აი ესე ჩანაწერები გადააკეთო, გადმოაკეთო, ამას მე გამოძიება ადგენს და ეს კიდე სხვა დანაშაულია სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების განადგურება. მაგრამ თუ ექიმი შემოჭრილია ისე გაიდლაინებით რა უნდა ქნას? არა, უნდა დაიცვას. აი რა როგორ დაიცვას? თავი გაიდლაინით შემოჭრილი. აი მაქვს ყავს პაციენტი. ასრულებს და მორჩა არ არ დადგება მისი პასუხისგებლობა. მიუხედავად შეიძლება მომნაშე დადგეს. კარგი ბრძანეთ, ეხლა ერთი მინდა დავამატო თქვენის ნებართვით, აი ეს ჩასწორება არ ჩასწორებასთან დაკავშირებით და დამოკიდებულებას დაკავშირებით. აი სამწუხაროდ кейსების უმეტესობა, რო ვეკითხებით პაციენტებს, ხო? აი უმეტესობის განმაპირობებელი რომ მიმართოს სასამართლოს არის ის, რომ დამოკიდებულება პერსონალის. შენ ვერაფერს ვერ დამემტკიცებ, შენ ვერ დამტკიცებ შენს დარღვევას, აი ეს რაც წეგან ბძანეთ რა, რომ თორე რეალურად როცა ყოფილა რომ თქვა აი უღიარებია პერსონალს რაღაცის ტექნიკურად, რაღაც ადამიანები ვართ მოხდა, არაფერი ზიანი არ გამოუწვია. მე არ შემხვედრია რომ მსგავს შემთხვევაში კიდევ პრეტენზია გქონდეს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ემატება ამგვარი დამოკიდებულებაც, ну რა თქმა უნდა, ყველა აქ არის გულისხმება და ერთეული შემთხვევები ამიტომაც არის ის, რომ საქმის კურსშია ჩაყენებული რეგულირება და შესაბამისი ორგანოები, რომ ყველას ასე ვთქვათ ერთი რაკურსით შეფასება არ მოხდეს ყველა დაწესებულების და ყველა პერსონალის. მე მაგალითად ერთი შემთხვევა მქონდა, მაქვს ეხლა სამწუთში მიმდინარე საქმე არის, რომ მთელი ეს აწყობილი მძივებით ჩანაწერები აქეს ვქენიო, ყველაფერი თავდაყირად დააყენა მამის მიერ ახალშობილი ბავშვის გადაღებულმა ფოტომ, რომელზედაც დაფიქსირებულია დრო. აი ამ დრომ თავდაყირად დააყენა მთელი მაგ ჩანაწერები და მისი სწორედ დააყენა ეჭქვეშ, იმიტომ რომ აფცდენილია. ესე იგი ჩანაწერებია გაკეთებული ისეთ დროში, რომ მაშინ ეს ბავშვი დაბადებული ჯერ არ უნდა იყოს თუ რაღაცა ამ დაგვარი. ასე რომ ასეთი რამ არასდროს გააკეთო. დანაშაული ყველას შეიძლება დაგვემართოს, ანუ შეცდომა ყველას შეიძლება დაგვემართოს და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება შეცდომის აღიარება არის, გულწრფელი აღიარება და გულწრფელი მონანიება თუნდაც ბოდიშის მოხდა ყოფნის ხანდახან გამწარებულ ადამიანს და ჯიბრში რო ჩაუდგები პაციენტს და მე შეერაფერს დამემტკიცებ, ეს არ არის თქვენთვის კარგი. მინიმუმ ექიმის საქმე. მე გამიკვირდა, რომ ესეთი შემთხვევები არის, მე ხა რას გულისხმობთ რანაც? აი, ნადო ჯიბრზე
ყოფნა და ასე შემდეგ ალბათ ვერ დავარქვე, ალბათ უფრო განაწყენების ფორმა, ხო, ალბათ. დამოკიდებულება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მქონდა შემთხვევები, რომ პაციენტის კლიენტი, ვისი დერსაც ვიცავთ, ყოველ დღე ართმევდა ფორმა ასებს, ხან ორ დღეში ერთხელ და საბოლოოდ რომ მოვითხოვეთ ამ ბავშვის გარდაცვალების შემდგომ, აბსოლუტურად სხვა და ეხლა ეს კვლევისაგანი რა თქმა უნდა გახდება საგამოძიებო ორგანოების უნებრივია. აი ბატონო იოსებ, რა მაინტერესებს იცით? აი ახლა სისხლის სამართალი, სამედიცინო მიმართულება, ანუ ამათი გამიჯნა, ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ და თქვენ როგორც ამ საქმის პროფესიონალმა იქნებ მაყურებლებისთვის განმარტოთ, რა საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს დღეს აი ამ ურთიერთობებს და რამდენად ხარვეზიანია ან კარგია ეს ბაზა და საჭიროებს თუ არა ის დახვეწას მეტად. ძირითადად მაინც სახელმძღვანელო პრინციპი ეს არის პაციენტის უფლებების შესახებ არსებული რეგულაციები. რადგან შესახებ კანონი რეალურად რაც არის, რაც ფუძე ასე ვთქვათ, კონსტიტუცია ბუნებრივია, მაგრამ და ის სამართლებრივი ნორმების საშუალებით ჩვენ ვიცავთ ჩვენ კლიენტის ინტერესებს, ხო? მაგრამ საიქნო საქმიანობის შესახებ. კი, თავარი რაც არის ეს კონკრეტული სპეციალური წესები. იმიტომ რომ არანაირი იგივე მაგალითად როცა სისხლის სამართლებრივი პასუხობრივი საკითხი გაწყვეტა ხდება ხომ ჩვეულებრივი მოქმედებს იგივე გაურთხევლობით ჯანმრთელობის დაზიანება თუ სიცოცხლის მოსპობის რეგულაციები უბრალოდ ამ ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივ რეგულირებას ასე ვთქვათ ემატება პლუს კიდევ სამედიცინო რეგულირებიდან გამომდინარე იმიტომ რომ მაგალითად თუ იგივე საუბრობთ ექიმის უმოქმედობაზე უყურადღებობაზე სამწუხაროდ ყოფილა ეს შემთხვევა რომ იგივე დაწესებულებაში ვთქვათ რაღაცა როგორ თქვა მოიწამლა ასე ვთქვათ სისხლი ეს ტერმინი შეიძლება სწორად ვერ ვიყენებ ასე ვთქვათ რაღაცა სეფსისი ხო უკაცრავად ეს ტერმინი ვერ გავიხსენე როცა ემართება დაწესებულებაში სეფსისი და მით უმეტეს არის სპეციფიკური დაავადებები რომლებიც ასე ვთქვათ უშუალოდ ესე ვთქვათ დაწესებულების დაავადებებს ეძახიან ამ კუთხით ხო ან ინფექცია დაემართა დაავადებები დიახ და ამ კუთხით ახლა ეს ძირთად ხომ გამოწეულია უმოქმედობით ხო ამ ნაწილში სტანდარტულად ასე ვთქვათ ხდება გამოძიების მიერ იმ რეგულაციის გამოყენება რაც უკავშირდება უმოქმედობით მიზობრიობის დადგენის სტანდარტებს და სტერილიზაციის წესების დაარღვევით ესეც შეიძლება დაუდევრობით შეიძლება მოხდეს ესეც კი ბატონო მაგრამ უფრო უმოქმედობის ნაწილი გვაქვს ხოლმე რაც ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ გაცხადდა მოქალაქეების მიერ რეალურად ეს. არ მოითხოვს დახვეწას და ცოტა უფრო აი წეღან რომ ბძანეთ თქვენ ექიმები დავავალდებულოთო და ასე. ერთადერთი ამას ამბობ. იდეალურად გვაქვს აბსოლუტურად კანონმდებლობა. მე ვფიქრობ, გვაძლევს იმ საშუალებას, რომ შესაძლებელი იყოს მოქალაქის უფლებების დაცვა, მაგრამ თავარი რაც რის გამოც ვერ გავდივარ შედეგზე არის ეს მარეგულირებელი ნორმების არარსებობა. თვითონ ასე ვთქვათ ამ არაერთხელ ქონია წერილობითი კომუნიკაციაც, პირდაპირ კომუნიკაციაც და რაღაცა ყველა აღნიშნავს რომ არ გვაქვს სპეციალური ნორმა მარეგულირებელითაც დაავალდებულებენ, იმიტომ რომ ნაწილი უკავშირებს შესაბამისი ტენდერების გამოცხადების პრობლემას, რომ ამ ტენდერში მაგალითად იგივე დერმატოლოგთა ასოციაცია, ან ტრავმატოლოგთა ასოციაცია ცალკეულ ორგანიზაციებმა გაიმარჯვონ და შემდგომი თანამშრომლობ დასკვნების მომზადების კუთხით მაგრამ აქ ერთი კიდევ გამოსავალი რჩება იგივე სამედიცინო ტურიზმი მოგეხსენებათ არის ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ასე ვთქვათ სამედიცინო სუბიექტები არიან რომლებიც ერთგვარი შუამავლის დროს ასრულებენ საზღვარგარეთ რამდენიმე კლინიკასთან, ექსპერტებთან, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ძვირი სიამოვნებას წარმოადგენს აი დაბალი ანაზღაურება თუ ყოფილა უმოქმედობის რაიმე არა ეს პირდაპირ არ გამოკვეთილა, მაგრამ ხა ზოგადად დემოტივატორი შესაძლებელია ნებისმიერ სამსახურში იყოს. ვალდებულებას იკისრებს ადამიანის, არ არსებობს ექიმი იქნება თუ ადვოკატი, მე ვფიქრობ ანაზღაურების გამო არ უნდა გადატვირთულობა შეიძლება და ყოფილიყო. ესე ხა ვერ გეტყვით, ეს იმდენად წმინდა სპეციფიკური საკითხებია, ეს შეიძლება უფრო შეიძლება სტატისტიკაც არსებობს ამაზე. წეგან ბძანეთ თქვენ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი. მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა რაღაცა ერთ საკითხთან დაკავშირებით ერთი მეორეს გამორიცხავს. აი მე როგორც მახსოვს თუ
სწორად არ მახსოვს, ვერ დავიჩემებ და თქვენ გამისწორეთ. ესე იგი, მაგალითად შეერთება მარტივად მინდა ვილაპარაკოთ და ტერმინებით არ გადავტვირთოთ მაყურებელი. ადამიანი შეერთებული არის აპარატზე, უგონო მდგომარეობაშია და შეერთებულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან. მე პირადად გამოცდილი მაქვს ჩემი ოჯახის წევრზე და ეს არის ურთულესი გადაწყვეტილება, რომ აი ხლა გამოვრთოთ და ნუ არ ვაწვალებთ. აი ეს არის წარმოუდგენელი. შენ უნდა გადაუწყვეტო ახლა მოკვდეს თუ არა, ხო? ეს არის წარმოუდგენელი. მაგრამ ესე იგი სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ვინმე რომ გამოირთოს ახლა მიცვალებული ხო ვერ იჩივლებს ვინმე დაინტერესებული პირი რომ აღმოჩნდეს და თქვას აი ხო არის ოჯახშიც დაპირისპირებული აი ჩემმა რძალმა გადაწყვეტილება მიიღო გამორთო ჩემი ძმა და აი ამითი დაიჯება ადამიანი მე მგონი იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ექიმი თვითონ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს სანამ შენ არ ეტყვი ეყოლება ჩართული მაგრამ ასევე პაციენტის უფლებათა შესახებ კანონში წერია რომ ადამიანს თვითონ აქვს უფლება სიცოცხლეშივე განსაზღვროს რომ თუ ჩავარდი უგონო მდგომარეობაში და ჩემი საშველი აღარ არის არ მაწვალოთ ჩემს გამო სახლი კარი არ გაყიდოთ გამომრთეთ გამიშვით ვიყავარ იმ ღმერთს აი ეს შეუსაბამობა როგორ შეიძლება ერთმანეთთან უყურეთ ესე იგი სწორად მახსოვს ეს თუ არა უყურეთ მოგახსენებთ აი პაციენტს ზოგადად ისედაც მოქალაქეს მაგალითად რო წარმოვიდგინოთ რა შემთხვევას თქვენ აღწერეთ ხო იგივე მაგალითად მომაკვდინებელი სენისგან იტანჯება ადამიანი და გადაწყვეტილი აქვს გონო მდგომარეობაში არის ანუ გონო მდგომარეობაში ან კიდევ გადაწყვეტილი აქვს რომ თავის მოკლა მაგალითად ხო ასეთ შემთხვევაში როგორც ხო ეს აკრძალულია მოგეხსენებათ მაგრამ თუმცა ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ ეს შესაძლებელია იგივე ევროპული კონვენციით მოგეხსენებათ თუმცა ამას სასამართლო პირდაპირ არ წერს მაგრამ სიცოცხლის უფლება არის მოსირებს აზრი რომ აზრებს სიკვდილის უფლებასაც. ამიტომ თუ კი ადამიანი არის თუ კი ადამიანი არის სახგონებაზე როგორც თქვენ ბრძანეთ და მას არ აქვს შეზღუდული გააზრებული გაცნობიერებულ გაზრდაზე მიღების უნარი, მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ საზოგადოებამ. მაგრამ თუ ადამიანი აქვს ყველაფერთან ერთად ფსიქიკური დაავადება, პრობლემები, რაც ხელს უშლის სრულყოფილად ცნობიერების, სრულად გაცნობიერებაში მისი ქმედების და შედეგების, ხო, ასეთ შემთხვევაში უკვე პოზიტიური ვალდებულება წარმოეშვება, ზოგადად ვალდებულება წარმოეშვება ოჯახის წევრს, ვისაც აქვს გარანტის ფუნქცია. და ასეთ შემთხვევაში შეიძლება მისი უმოქმედობა, აი, ყოფილა შემთხვევები ხშირად, რომ ვთქვათ, რაღაცა უყურადღებობის გამო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა სიკვდილი დაასრულა, თქვათ, რაღაცა გადახდა ფანჯს პირობითად რაღაც ესეთი ფორმით, ხო? აი აქ რაღაცა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ეს ნაწილი, როგორ თქვა, გამოკვლეული კარგად რა რეალურად, იმიტომ რომ შესაძლებელია დადგეს ეს ასე ვთქვათ, გარანტის ფუნქციიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში ევალება რომ ხელი შეუშალოს მის განზრახვას, მაგრამ თუ ისეთ შემთხვევასაც აცნობიერებს, თუმცა ეს რაღაცეები თან ერთვის და ის გადაწყვეტს ამას, უნდა ვცეთ პატივი მის არჩევანს, იმიტომ რომ კიდევ მეორებ სიცოცხლის უფლება მოიცავს სიკვდილის უფლებასაც, ამაზე არსებობს ძალიან ასასხლავობა. ხო, სასამართლო ესეც ასახად არ ამბობს, მიანდობს ქვეყნებს ამას განსჯისთვის, თუმცა არის ცალკეული მოსაზრება ამას დაკავშირებით და მეც გარკვეულწილად მემხრობი ამას, იმიტომ რომ თუ კი ადამიანს გააზრებული, გაცნობიერებული აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისტორიიდან გვახსოვს ხო ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერიც, რომელიც თქვათ წლების განმავლობაში ევთანაზიას ებრძოდა, მაგრამ თუნდაც იგივე თინათინ წერეთლისგან, როცა თვითონვეც იცით მისი გამბოლო ის რომ თუ კი საშუალება იქნებოდა, ის მხარს დაუჭერდა ამას მიუხედავად იმისა, მთელი ცხოვრება ებრძოდა ევთანაზიას, ამიტომ აი იმ კონკრეტული გარემოებიდან და ავადობიდან და ასე შემდგომ, ხო, მე ვფიქრობ, თუ კი ეს გაცნობიერებულია, მის არჩევანს პატივი თუ სწორად გავეცით თქვენ კითხვას. თუმცა ეს უნდა დაწეროს წინასწარ. ხო, მაგრამ წერილობით ფორმა ესე არსად არ არის. შეიძლება მოწმებითაც დასწრება. შეიძლება ხა ეს იმდენად ინდივიდუალურია, ყველაზე ღმერთულია რამის თქმა, რომ რაღაცა თვითონ როცა კანონი არ ადგენს რაიმე ფორმას, ეს
დავადგინოთ. დიდი მადლობა ბატონო იოსებ საინტერესო საუბრისათვის. მე კიდევ მაქვს მონიშნული უამრავი კითხვა და მე ვფიქრობ რომ ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ თქვენი ხილვა ამ სტუდიაში იქნება საინტერესო. მით უფრო რომ მე მინდოდა დამესვა კითხვები თქვენს წინაშე ორგანოებით ანუ გადანერგვასთან, ტრანსპლანტაციასთან, ასევე მაინტერესებდა აი ვთქვათ ადამიანმა მიიღოს სიცოცხლეში გადაწყვეტილება, რომ ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ჩემი ორგანოები იყოს გამოყენებული, ეს აქვს ბევრს აქვს ესეთი აზრი და საინტერესოა, ასევე ხელოვნური განაყოფიერება, ვთქვათ, იქ სუროგატიდები და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი მართლა ზღვა მასალა არის, რომელზედაც თქვენნაირი კომპეტენტური ადამიანის თუნდაც პასუხები იქნებოდა საინტერესო. დავალებას გაძლევთ ზაფხულის სეზონზე. სადმე დაისვენებთ დარწმუნებული ვარ და ცოტა იფიქრეთ იმაზეც, რომ მოგიწევთ აქ მოსვლა და აი ხა თუნდაც იმ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც თქვენ მე ახლა დაგისვით და გავაჟღერეთ და იცოდეთ ჩვენმა მაყურებელმა რომ ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორც კი ბატონ იოსებს დრო ექნება და მოვა ჩვენთან სტუმრად. უფრო სისხლის სამართლის მიმართულების აი როგორც თქვენ ჩვენ კითხვებს დავსვავთ და თქვენ როგორც სპეციფიურია სამოქალაქო რეგულირების ნაწილი უფრო მეტად ჩვენ დავსვავთ კითხვებს და თქვენ რა მიმართულებითაც გნებავთ, დაგვეცით პასუხები. დიდი მადლობა. დღევანდელი სტუმრობისთვის და საინტერესო და სასიამოვნო საუბრისათვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან საინტერესო საქმიანობაში. მადლობა.